ინტეგრაციისა და ჩართულობის საზაფხულო ბანაკი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ დაბა შეკვეთილში 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია იყო. დასრულდა ინტეგრაციისა და ჩართულობის საზაფხულო ბანაკი. ეს ჩვენი უწყებისთვის არ არის პირველი ბანაკი. ჩვენი დევნილი მოზარდებისთვის ჩვენ განვახორციელებთ რამდენიმე მსგავსი პროექტი. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის არის სამოქალაქო ინტეგრაცია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს დევნილ საზოგადოებას, დევნილ მოზარდებს შევქმნათ ის შესაძლებლობები, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდაში. პროექტში მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე 30-მა დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო. მონაწილეების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმებით მოხდა. მოზარდი უნდა ყოფილიყო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ან დედმამით ობოლი. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ასევე სამოტივაციო წერილის მიხედვითაც შეირჩნენ. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა რამოდენიმე ხნის წინ, ფართოვდება, ამ ინიციატივებში იღებს მონაწილეობას სულ უფრო მეტი ბავშვი და მინდა გითხრათ, რომ ეს ინიციატივა შეიძლება ძალიან მალე გაცდეს საქართველოს ფარგლებს და ჩვენ ბანაკები ჩავატაროთ უკვე საზღვარგარეთზე. ინტეგრაციისა და ჩართულობის საზაფხულო ბანაკი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა კომპლექტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდთან ერთად განახორციელა. ეს უკვე რიგით მეორე პროექტია, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა. ბავშვები მართლაც არაჩვეულებრივები არიან, ბანაკის მსვლელობის მანძილზე მათ შეისწავლეს გადაღება, მონტაჟი, ასევე გრაფიკული არქიტექტურა, დრონის მართვა, ჰქონდათ სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები, თამაშები, რაც მიზნად ისახავდა ასევე ერთმანეთის დაახლოებას ამ ბავშვების, ასევე ჰქონდა ტრენინგები დეზინფორმაციის მიმართულებით და ჩვენ გეგმავთ, რომ გავაგრძელებთ ამ ბავშვებთან თანამშრომლობას, ურთიერთობას, იქიდან გამომდინარე, რომ წინა პროექტით საკმაოდ წარმატებით დასრულდა, ასე ვთქვათ. 10 დღის განმავლობაში პროექტის მონაწილე მოზარდებს შემეცნები ტრენინგებთან ერთად ჩაუტარდათ როგორც პრაქტიკული სამუშაოები, ასევე სახალისო სპორტული და გუნდური აქტივობები. ეს ბანაკი ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო, პირველად ვიყავი, ძალიან მომეწონა. შევისწავლეთ ბევრი რაღაცა, როგორც მსახიობების განხრით, ასევე ტექნოლოგიებთან, ფოტოგადაღება, ვიდეო, ასევე დრონის გაფრენაც. თამაშები იყო ძალიან კარგი, გავერთეთ. პოზიტიურად იყო ყველა განწყობილი.